ეხება საბავშვო ბაღებში განვითარებულ მოვლენებს. პირველ რიგში ჩვენ გვინდა შევეხოთ კანონპროექტის პაკეტს, რომელიც მიღებულია ახალი პარლამენტის მიერ. ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობები ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩავარდით, იქიდან გამომდინარე, რომ ესე ვთქვათ, კანონპროექტთა ეს პაკეტი თვითმმართველობებს უქმნის საკმაოდ ბევრ პრობლემას საბავშვო ბაღებთან მიმართებაში. სამწუხაროდ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით არ გამართულა არანაირი კონსულტაცია არათუ თვითმმართველობებთან, არამედ დარგის სპეციალისტებთან ერთად. ჩვენ ამასთან დაკავშირებით განცხადებები გავაკეთეთ როგორც არასამთავრობო სექტორმა გააკეთა, ასევე თვითმმართველობები აკეთებდნენ განცხადებებს, რომ კანონპროექტის ასეთი ფორმით მიღების შემთხვევაში თვითმმართველობებს გაუჭირდებოდათ პრობლემების დაძლევა, მაგრამ სამწუხაროდ პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა ყურად არიღო ჩვენი ეს განცხადებები და დღეს სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ყველა თვითმმართველობას აქვს პრობლემა შეასრულოს კანონის ის მოთხოვნები, რომელიც ჩამოყალიბებულია საბავშვო ბაღებთან მიმართებაში. თუმცა მინდა გითხრათ, რომ რუსთავში გატარებული ამ მხრივ საკმაოდ კვალიფიციური ღონისძიებები, პრევენციული ღონისძიებები, ჩვენ დიდი ხნის წინ დავიწყეთ მუშაობა და საკმაოდ ეფექტურადაც ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ჩვენ მოვიზიდეთ სახსრები როგორც ადგილობრივ ბიუჯეტში, ისე ცენტრალური ხელისუფლებიდან გამოგვეყო სახსრები, რამაც საშუალება მოგცა მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ ის გაზრდილი კონტინგენტი, ბავშვების ის გაზრდილი კონტინგენტი, რომელსაც სურვილი აქვს მიიღოს სრულყოფილი სერვისი საბავშვო ბაღებში. აქედან გამომდინარე, რუსთავის თვითმმართველობა გეგმავს კონკრეტულ ღონისძიებებს. პირველი ღონისძიება ეს არის არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. თქვენ იცით, რომ საბავშვო ბაღების უმეტესობა არის სავალალო მდგომარეობაში ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება მოვაწესრიგოთ არსებული ინფრასტრუქტურა, რუსთავს ესაჭიროება დამატებით 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იმ შემთხვევაში, რომ დააკმაყოფილოს სრული კონტინგენტი მომართვიანობის შემთხვევაში. ასევე ჩვენ ვფიქრობთ გადავიდეთ ვაუჩერულ პრინციპზე დაფინანსების, რაც შესაძლებლობას მოგცემს განვავითაროთ და ეს სერვისი მიწოდებული იქნას არა მხოლოდ რუსთავის თვითმმართველობის მიერ დაფუძნებულ IP-ის შემთხვევაში, არამედ კერძო ბაღების განვითარების საშუალებას მოგცემს. ეს ინიციატივა წამოვიდა არასამთავრობო სექტორიდან, ჩვენ მხარი დაუჭირეთ ამ ინიციატივას და ბავშვისთვის გამოყოფილი ერთი ბავშვისთვის გამოყოფილი ვაუჩერის მიღების შესაძლებლობა რუსთავში ექნებათ ასევე კერძო, ესე ვთქვათ, ბაღებს. რაც მნიშვნელოვან წილად შეუწყობს ხელს კერძო ბაღების განვითარებას და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის კონტინგენტი, რომელიც რეგისტრაციის შედეგად დარჩება აი ამ სერვისის მიღების გარეშე, დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ვაუჩერის, ეგრეთ წოდებული თავისუფალი ვაუჩერის შემთხვევაში სერვისს მიიღებს უკვე კერძო ბაღებში. ბატონო, იასუთხოთ რეგისტრაციის შესახებ გააკეთოს.
მას შემდეგ რაც უფასო გახდა ბაღებში სწავლა, მომართვიანობა ძალიან გაიზარდა. 1 ივლისის მდგომარეობით რუსთავის ბაგა-ბაღების ფილიალებს გააჩნია 1499 ვაკანტური ადგილი. ამ 1 ივლისის მდგომარეობით მომართვიანობა 3300-ში ადგეს. ბუნებრივია ამ 1400 ადგილზე 3300 ადამიანი ვერ ჩაირიცხება. წელს პირველად რუსთავში ჩარიცხვა მოხდება ელექტრონული რეჟიმით, რომელიც დაიწყება 5 სექტემბერს დილის 10 საათზე და ყველა მსურველს, ვინც მანამდე მომართა ბაღების გაერთიანებას და ვისაც არ გამოუთქვამს სურვილი, შეუძლია 5 სექტემბერს დილის 10 საათიდან მიიღოს ამ რეგისტრაციაში მონაწილეობა. რა მას შემდეგ მოხდება ამ 1400 ვაკანტური ადგილის შევსება. ბუნებრივია დარჩება რაოდენობა ბავშვების, რომელიც ვერ მოხვდება ბაგა-ბაღებში. ამისთვის თვითმმართველობა გეგმავს წლის ბოლომდე დამატებით 32 უკვე არსებულ ფილიალებში, მოქმედ ფილიალებში 32 სააღმრთელო ჯგუფის რეაბილიტაციას, რაც საშუალებას მოგვცემს დამატებით 1000 აღსაზრდელის მიღების. ეს მოხდება ეტაპობრივად. ბუნებრივია საკითხი მაინც ამოუწურავია, რჩება კატეგორია ბავშვების, რომელიც ვერც ამ დამატებითი ჯგუფების რეაბილიტაციის შემდეგ ვერ დაკმაყოფილდება. ამისთვის მოგახსენოთ ბატონმა კახამ, რომ აუცილებელია რუსთავში, აუცილებელია და პირველი მთავარი პრობლემა არის დამატებით ახალი ბაღების აშენება, რათა მომავალში ეს ყველა მსურველი დავაკმაყოფილოთ და ყველა შეეძლოს ბაგა-ბაღში სიარული. ასეთი რუსთავში 2-დან 6 წლამდე ეს კანონპროექტში პირდაპირ წერია, რომ 2-დან 6 წლამდე ბავშვების მიღება უნდა მოხდეს. არის სრულ რეგისტრირებული 8000 ბავშვი და ამიტომ ამისთვის აუცილებელია დამატებით ბაგა-ბაღების აშენება. წელს 1 სექტემბრიდან ბაგა-ბაღების თანამშრომლებისთვის ძალიან კარგი და მისასალმებელი საქმე გაკეთდა, მოემატათ ხელფასების 25%-ის მატება მოხდა. ეს ყველა თანამშრომელს, ბაგა-ბაღების ფილიალების ყველა თანამშრომელს 1 სექტემბრიდან ხელფასები მოემატათ 25%-ით.